5 ისტორია, 5 მონსტრი და 1 კითხვა. მონსტრებად იბადებიან თუ მონსტრებად ყალიბდებიან? მაინც რა გვაქცევს იმად, ვინც ვართ? გენეტიკა, აღზრდა, ტრამვები, გარემო, ჩვენი პიროვნება მიღებული გამოცდილებებისა და თითოეული არჩევანის ერთობლიობაა. და რა ხდება მაშინ, როცა გარემო მტრული, აღზრდა დამახინჯებული და ტრამვა სისტემატიურია, როცა ადამიანები, რომლებსაც უნდა დაეცავი შენს მთავარ ჯალათებად გევლინებიან, როცა არ არსებობს უსაფრთხო ადგილი და ერთადერთი, რასაც დაბადებიდან სწავლობ, ის არის, რომ სამყარო მტრული და გარემო ტკივნეულია. დღეს ჩვენ წავშლით ზღვარს მონსტრსა და მსხვერპლს შორის, რათა თვალი გავუსწოროთ რეალობას, რომელიც ნებისმიერ ფიქციაზე უფრო შემზარავია. ფსიქოლოგიაში სტრესის 3 დონეს გამოყოფენ. პირველი პოზიტიური სტრესია, ესაა მცირე გამოწვევა, რომელიც ბავშვს ბრძოლას ასწავლის. მეორე ტოლერანტული სტრესია, მაგალითად, მშობლების განქორწინება ან ახლობლის სიკვდილი. ეს მძიმე დარტყმაა, თუმცა ოჯახის მხარდაჭერის შემთხვევაში ბავშვის ფსიქიკა ადაპტაციას ახერხებს. და არსებობს მესამე, ყველაზე საშიში დონე, ტოქსიკური სტრესი. ეს არის ხანგრძლივი ფიზიკური ან სექსუალური ძალადობა, ემოციური უგულებელყოფა ან შიში, რომლის წინაშეც ბავშვი სრულიად მარტო რჩება. ბავშვობაში განცდილი ასეთი ჯოჯოხეთი ფიზიკურად გადაწერს ტვინის არქიტექტურას. ის აფერხებს ტვინის განვითარებას და სამუდამოდ ამახინჯებს ადამიანის ქცევას. ეს სწორედ ამ გაუკუღმართებული არქიტექტურის მქონე რამდენიმე გონებაში ჩავიხედავთ, რათა დავინახოთ, როგორ იქცა შეშინებული ბავშვიდან დაუნდობელი მტაცებელი. მუდმივი საფრთხის მოლოდინში შიშის ცენტრი, ამიგდალა, ჰიპერაქტიულ რეჟიმში გადადის. ამავდროულად პრეფრონტალური ქერქი, რომელიც ლოგიკასა და იმპულსებს აკონტროლებს, დეგრადირდება. ტვინი წყვეტს ნორმალურ განვითარებას და გადადის გადარჩენის სასტიკ რეჟიმზე, სადაც თანაგრძნობის ადგილი უბრალოდ აღარ რჩება. ასე ყალიბდება ბიოლოგიური საფუძველი იმისა, რასაც ჩვენ მოგვიანებით მონსტრს ვუწოდებთ. ჩვენი პირველი გაჩერება კი კალიფორნიაა. აქ იზრდებოდა ბიჭი, რომელიც სიმაღლეში 2 მეტრზე მეტს აღწევდა. ჰქონდა გენიოსის ინტელექტი და ზუსტად იცოდა, რომ მონსტრად იქცა. გაიცანით, ედმუნდ კემპერი, ადამიანი, რომელმაც თავადვე დატოვა საკუთარი სისასტიკის ზედმიწევნით ზუსტი ფსიქოლოგიური ანალიზი. მისი ისტორია არ იწყება იქ, როცა 15 წლის ასაკში ბებიას და ბაბუას ესვრის, შემდეგ კი პოლიციას მშვიდად ეუბნება, უბრალოდ მინდოდა მენახა, როგორი შეგრძნებაა ბებიას მოკვლაო. არც იქიდან იწყება, როცა 10 წლის ასაკში საკუთარ კატას ცოცხლად მარხავს. შემდეგ კი ანაწევრებს. კემპერის ტრაგედია იწყება სახლის ბნელი სარდაფიდან. იქ, სადაც დედამისი კლარნელი მას წლობით კეტავდა, რადგან სჯეროდა, რომ ის მონსტრად დაიბადა. ედი ტანით ჩვეულებრივზე დიდი იყო, ძალიან ჰგავდა საძულველ მამას და კლარნელს ეშინოდა, რომ ბიჭი დედას ან დებს რაიმეს დაუშავებდა. ეს არ იყო უბრალოდ მკაცრი აღზრდა და არც კლარნელი ყოფილა უბრალოდ მკაცრი დედა. საზოგადოების პატივისცემით სარგებლობდა, მაგრამ სახლში ის იყო ტირანი, ალკოჰოლზე დამოკიდებული და ემოციურად დაუნდობელი ქალი. კლარნელი გამუდმებით დასცინოდა შვილს მისი გიგანტური სიმაღლისა და გარეგნობის გამო. უმეორებდა, რომ მას ვერასდროს ვერავინ შეიყვარებდა და კაცად ვერასდროს იქცეოდა. საბოლოოდ კი შვილისგან საკუთარი ხელით შექმნა თავისივე შიშების ზუსტი პროექცია. წარმოიდგინეთ 9 წლის ბავშვი, რომლის ერთადერთი თავშესაფარი, მამა, ოჯახიდან მიდის და ტოვებს მარტოს ქალთან, რომელიც ყოველდღე უმეორებს, რომ საშიში და საზღარია. ედმუნდის მამამ, რომელიც ომის ვეტერანი იყო, ერთხელ თქვა, ომში გატარებული 100 დღე არაფერი იყო იმასთან შედარებით, რასაც კლარნელთან თანაცხოვრებისას განვიცდიდიო. ის ხედავდა, როგორ ანადგურებდა ქალი შვილის ფსიქიკას, თუმცა გაქცევა და საკუთარი თავის შველა ამჯობინა. 9 წლის ედი კი ბედის ანაბარად დარჩა. მამამ შვილი არც 14 წლის ასაკში მიიღო, როდესაც ედმუნდი სახლიდან გაიქცა და მასთან თავშესაფარს ეძებდა. ედმუნდ უფროსს უკვე ახალი ოჯახი ჰყავდა და წარსულთან არანაირი კავშირი აღარ სურდა. ამიტომაც 14 წლისადი საცხოვრებლად ბებიასთან და ბაბუასთან გაგზავნეს. სწორედ აქ მოხდა მისი პირველი აფეთქებაც. სულ რაღაც 1 წელში ედმუნდმა ბებიას ზურგში ესროლა, შემდეგ კი დანით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. როდესაც ეზოში საყიდლებიდან დაბრუნებული ბაბუა დაინახა, ედმა მასაც დაუყოვნებლივ ესროლა. როგორც მოგვიანებით განმარტა, ბებია სიმკაცრისა და უხეშობით დედამისს აგონებდა. ბაბუა კი მხოლოდ იმიტომ მოკლა, რომ არ უნდოდა მას მოკლული ცოლი ენახა და ეს ტკივილი განეცადა. ეს იყო 15 წლის მოზარდის პირველი სასტიკი განაჩენი სამყაროს მიმართ. მან ერთდროულად მოკლა ის, ვინც ძულდა და ვინც ებრალებოდა. ედმუნდს პარანოიდული შიზოფრენიის დიაგნოზი დაუსვეს და მაქსიმალური უსაფრთხოების ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გამოკეტეს. სწორედ აქ გამოვლინდა მისი გენიალური და საშიში ინტელექტიც. კემპერმა ზედმიწევნით შეისწავლა ყველა ფსიქოლოგიური ტესტი და ზუსტად იცოდა, როდის რა უნდა ეპასუხა. ის იმდენად დამაჯერებელი აღმოჩნდა, რომ ექიმები სხვა პაციენტების ტესტირებასაც კი მას ანდობდნენ. 21 წლის ასაკში მან ფსიქიატრების სრული დობა მოიპოვა. ისინი დაარწმუნა საკუთარ უსაფრთხოებაში და ძველი კრიმინალური ჩანაწერებიც კი წააშლევინა. თუმცა სისტემამ საბედისწერო შეცდომა დაუშვა და ედმუნდი კვლავ დედას ჩააბარა ადამიანს, რომელმაც მისი კოშმარი დაიწყო.
კემპერი პოლიციელობაზე ოცნებობდა, თუმცა გიგანტური სიმაღლის გამო უარი უთხრეს. მაშინ მან სხვა გზა აირჩია. პოლიციელების საუკეთესო მეგობარი გახდა. ედი მათ ლუდზე პატიჟებდა და ყურადღებით ისმენდა ისტორიებს გამოძიების მეთოდებსა და ტაქტიკაზე. ის 2 წლის განმავლობაში პრაქტიკულად დეტექტივების თვალწინ ემზადებოდა ნადირობისთვის. მომდევნო 1 წელზე ნაკლებ დროში კემპერმა 8 ქალი მოკლა. პოლიციელები მას იმდენად ენდობოდნენ, რომ თავადვე უყვებოდნენ გამოძიების საიდუმლო დეტალებს. ხშირად, როდესაც დეტექტივები გაუჩინარებულ გოგონებს ეძებდნენ, დიდი ედი საკუთარი ავტომობილით ეხმარებოდა მათ ტერიტორიის დათვალიერებაში. მანქანით, რომლის საბარგულშიც რამდენიმე საათის წინ სწორედ ამ მსხვერპლის გვამი ესვენა. პოლიციას აზრადაც არ მოსდიოდა, რომ სერიული მკვლელი მათ გვერდით იჯდა. მისი მსხვერპლი 6 ახალგაზრდა სტუდენტი გოგონა გახდა. ის მათ მანქანაში ისვამდა, კლავდა და შემდეგ ცხედრების სახლში მიჰქონდა, სადაც მათ თავებს აჭრიდა, სხეულებს ანაწევრებდა და ნეკროფილით კავდებოდა. თავად კემპერი მოგვიანებით აღიარებდა, რომ ეს გოგონები მისთვის არაფერს ნიშნავდნენ. გოგონები მისთვის მხოლოდ დედამისის კლარნელის სიმბოლოები იყვნენ და ყოველი მოკლული სტუდენტით ის ქვეცნობიერად საკუთარ დედას კლავდა. 1963 წლის აპრილში ედმა გადაწყვიტა, რომ რეპეტიციების დრო დასრულდა. ერთ ღამეს, როცა კლარნელს ეძინა, ეზმუნდი მის საძინებელში შევიდა და საკუთარი დედა ჩაქუჩით მოკლა. შემდეგ თავი მოჰკვეთა, ხორხი კი ნაგვის გადამამუშავებელში ჩააგდო. სხვა მსხვერპლებისგან განსხვავებით, მასზე სექსუალურად არ უძალადია, თუმცა დედის მოკვეთილი თავი ყველაზე მეტად დაამცირა. კედელზე ჩამოკიდა, ისრებს ესროდა და საათობით უყვიროდა. ამის შემდეგ სახლში დედის საუკეთესო მეგობარი დაპატიჟა, რათა კლარნელის გაუჩინარებაზე ეჭვი არ აეღოთ და ისიც ცივსისხლიანად მოკლა, ხოლო გვამი კვარადაში დამალა. ის იყო ერთადერთი მსხვერპლი, ვისთვისაც თავი აღარ მოუკვეთავს. ალბათ იმიტომ, რომ შურისძიება უკვე დასრულებული იყო. ამის შემდეგ კემპერი მიხვდა, რომ მკვლელობის დაუძლეველი სურვილი მყისიადად გამქრალიყო. მთავარი სამიზნე განადგურებული იყო. რამდენიმე დღეში მან თავად დაურეკა თავის მეგობარ პოლიციელებს და ჩაბარდა. თავიდან პოლიციელებს ეს ედის მორიგი ხუმრობა ეგონათ, სადამ კემპერმა მტკიცებულება არ მიუთითა. მან ზუსტად აღწერა ადგილი დედამისის საძინებლის ფანჯრის ქვეშ, სადაც ერთ-ერთი მსხვერპლის თავი ჰქონდა დამარხული. დღეს 77 წლის ედმუნდ კემპერი კალიფორნიის ციხეში იმყოფება. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა, თუმცა მისი დანატოვარი კრიმინალისტიკაში უმნიშვნელოვანესია. საკანში გატარებული 10 წლეულობის განმავლობაში კემპერმა ფასდაუდებელი წვლილი შეიტანა ქცევითი ანალიზის განყოფილების განვითარებაში. ის საათობით ესაუბრებოდა აგენტებს და დეტალურად უხსნიდა იმას, რაც მასზე უკეთ ვერავის ეცოდინებოდა, სერიული მკვლელის ფსიქოლოგიას. ირონიულია, რომ ადამიანი, რომელმაც 10 სიცოცხლე გაანადგურა, უსინათლოებისთვის ასობით აუდიო წიგნს კითხულობდა, აქტიურად გეგმავდა საგანმანათლებლო პროგრამებს და ციხის ყველაზე დაუმორჩილებელ პატიმრებსაც კი მარტივად ათვინიერებდა. ერთ დღეს ედი მისიც თქვა დედაჩემს, რომ ჩემი სიყვარული შესაძლებოდა არც ერთი მგოგონას არ მოკლავდიო, თუმცა ვინ იცის, ედი ხომ მანიპულაციის დიდოსტატი იყო. ფაქტი ერთია, კემპერი დღეს იმის შემზარავ ცოცხალ მაგალითს წარმოადგენს, როგორ შეიძლება სისტემატიურმა ტრავმამ გენიოსის გონება დაუნდობელი არ აღადაქციოს. თუ კემპერი მანიპულაციის დიდოსტატი და ინტელექტუალური მტაცებელი იყო, ჩვენი მომდევნო მსხვერპლი მისი სრული ანტიპოდია. მას ღამის სტალკერი შეარქვეს, რადგან ის აჩრდილივით იპარებოდა ადამიანების სახლებში. არავის ინდობდა და სასტიკად უსწორდებოდა ქალს, კაცს თუ ბავშვს. გადავიდეთ რიჩარდ რამირესზე, ადამიანზე, რომლის ბავშვობამაც სიკვდილი მის ერთადერთ რელიგიად აქცია, ხოლო მოგვიანებით მთელი ლოს-ანჯელესი პარალიზებული დატოვა. რამირესის გზა უბსკრულისკენ 5 წლის ასაკში დაიწყო, როდესაც საქანელიდან გადმოვარდნამ და თავის მძიმე ტრავმამ მას შეუქცევადი ეპილეფსიური შეტევები დაუტოვა. მუდმივ ფიზიკურ სტრესს კი სისტემატიური ოჯახური ტერორი ამძაფრებდა. დედა ემოციურად ცივი და დისტანცირებული ქალი იყო, ხოლო მამა მძიმე ალკოჰოლიკი იყო, რომელიც შვილებს სასტიკად უსწორდებოდა. რიჩარდი ოჯახში მეხუთე ყველაზე უმცროსი შვილი იყო. მამის აგრესიისგან თავის დასაღწევად ბავშვები ხშირად სახლიდან გარბოდნენ და რიჩარდის თავშესაფარს ხშირად სასაფლაოები წარმოადგენდა. 10 წლის იყო, როდესაც მამა მისი სამალავი აღმოაჩინა, გადაწყვიტა შვილისთვის ჭკუა ესწავლებინა და ბავშვი საფლავის ჯვარზე მიბმული მთელი ღამით დატოვა. ამ საზარელმა სასჯელმა მასში რელიგიური სიმბოლიკის მიმართ აგრესია და მოგვიანებით სატანისტური ოკულტიზმის დაინტერესება გამოიწვია. სასაფლაოზე მარტო გატარებულმა ღამეებმა კი ბავშვს სიკვდილისა და მიცვალებულების მიმართ შიში სრულიად გაუქრო. რიჩარდის მთავარ თავშესაფარს და ავტორიტეტს წარმოადგენდა მისი უფროსი ბიძაშვილი მიგელი, რომელიც ვიეტნამის ომის ვეტერანი იყო და რიჩარდისთვის ნამდვილ კერპს წარმოადგენდა. ბიჭი მთელ დროს მასთან ატარებდა, მიგელი კი მას თავისივე ნაწამები და მოკლული ვიეტნამელი ქალების საზარელ ფოტოებს აჩვენებდა. ომის სასტიკ ისტორიებს უყვებოდა და ბრძოლის ტაქტიკებს ასწავლიდა. სწორედ მისი გავლენით დაიწყო 10 წლის რიჩარდმა მარიხუანას აქტიური მოხმარება. როდესაც 13 წლის გახდა, მიგელმა მის თვალწინ მოკლა საკუთარი ცოლი. ამის გამო მიგელი ფსიქიატრიულ საბატყბოში
სამეფოში გამოკეტეს, ხოლო რიჩარდი დასთან გადავიდა საცხოვრებლად. თუმცა კრიმინალური მიდრეკილებების გასაღრმავებლად არანაკლებს უკვე გარემო აღმოჩნდა იქაც. მისი სიძე რობერტო შეპყრობილი იყო უაიერიზმით, ანუ ქალების ფარული თვალთვალით. მას ხამხამობით პატარა რიჩარდის და ჰყავდა და ასწავლიდა როგორ იმპაროდა ფანჯრებს შეუმჩნევლად. მოგვიანებით, როცა მიგელი საავადმყოფოდან გამოვიდა, ეს იდეალური კრიმინალური სამეული ერთად ახორციელებდა ღამის რეიდებს. ამ დროისთვის რიჩარდი 14 წლის იყო და უკვე აქტიურად მოიხმარდა ელესტეს, რაც მის რეალობის საქმას საბოლოოდ ამახინჯებდა. სწორედ ამ პერიოდში ის საბოლოოდ მოიხილა სატანიზმით და უბრალოდ თვალთვალიდან უცხო სახლებში შეღწევაზე გადავიდა, თუმცა ჯერჯერობით მხოლოდ ქურდობის მიზნით. 18 წლისთვის უკვე კოკაინსა და ჰეროინზე იყო დამოკიდებული. ის უკვე საკმაოდ გამოცდილი მძარცველი იყო და ეს მის შემოსავლის მთავარ წყაროსაც წარმოადგენდა. ბავშვობის ფიზიკურმა ტრავმამ, უკიდურესმა ძალადობრივმა გარემომ, ბიძაშვილის მხრიდან, სისასტიკის რომანტიზებამ და ნარკოტიკებმა მასში სიკვდილისა და ტანჯვის მიმართ ავადმყოფური ლტოლვა გააღვიძა. 24 წლის ასაკში კი მისი ყველა ბნელი ფანტაზია დღის შუქზე გამოვიდა. სულ რაღაც 1 წელიწადში მან ჩაიდინა 67 მძიმე დანაშაული. მოკლედ 14 ადამიანი და აწამა 25-ზე მეტი. და ეს რიცხვები მხოლოდ ის არის, რისი დამტკიცებაც გამოძიებამ შეძლო. მისთვის სულ ერთი იყო მსხვერპლის ვინაობა, კლავდა ბავშვებს, მოხუცებს, კაცებს თუ ქალებს. ის სპეციალურად აღვიძებდა მსხვერპლებს, რათა მათ თვალებში შიში და უსუსურობა დაენახა. ხშირად ოჯახის წევრს მეორის თვალწინ კლავდა, შემდეგ კი გადარჩენილზე ძალადობდა. მისი მთავარი ხელწერა იყო ქაოსი, არაპროგნოზირებადობა და განსაკუთრებული სისასტიკე, რასაც ზოგჯერ ემატებოდა სატანისტური სიმბოლიკა გარდაცვლილი სხეულებზე. რიჩარდ რამირესი არ ეძებდა მხოლოდ სიკვდილს, ის ეძებდა აბსოლუტურ ძალაუფლებას. მისი დანაშაულების სიხშირისა და სისასტიკის ფონზე ლოს-ანჯელესის მოსახლეობა პარალიზებული იყო. თუმცა ღამის სტალკერის იმპერია ერთ წამში დაინგრა, როდესაც რამირესი ქუჩაში ერთ ჩვეულებრივ მაღაზიაში შევიდა და აღმოაჩინა, რომ ყველა გაზეთის გარეკანზე მისი ფოტო იყო. ის პანიკაში ჩავარდა და გაიქცა, მაგრამ გამლელებმა იცნეს. განრისხებულმა მოქალაქეებმა ის ალყაში მოაქციეს და ლინჩის წესით გასამართლება დაიწყეს, როდესაც ადგილზე პოლიციის მანქანები მივიდა, დასისხლიანებულმა მანიაკმა, რომელმაც მთელი შტატი დაატერორა, ჩურჩულის თქვა, მადლობა ღმერთს რომ მოხვედითო. სასამართლო პროცესზე რამირესი მსხვერპლთა ოჯახებს თვალებში უყურებდა და იღიმოდა. თავს სატანის მეომრად აცხადებდა და როდესაც სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს, ცინიკურად ჩაილაპარაკა. დიდი ამბავი სიკვდილი ყოველთვის თან სდევდა ამ საქმეს. შევხვდებით დისნეილენდშიო. Big deal. That's always went with the territory. I'll see you in Disneyland. ღამის სტალკერი ციხეში ნამდვილ საკულტო ფიგურად იქცა. ის ათასობით წერილს იღებდა თაყვანისმცემელი ქალებისგან, რომლებიც ეფიცებოდნენ სიყვარულს და უგზავნიდნენ საჩუქრებს. მან ციხეში დაქორწინებაც კი მოახერხა ქალზე, რომელიც 11 წლის განმავლობაში დაჟინებით სთხოვდა ყურადღებას, წერდა წერილებს და აკითხავდა. ფანებთან მიმოწერისას რამირესი პარადოქსულად ბავშვულად იქცეოდა. ეკითხებოდა მათ თუ რომელი ნაყინი ან რომელი მულტფილმი უყვარდათ ყველაზე მეტად. მან 28 წელი გაატარა სიკვდილის ჭილთა საკანში, თუმცა სახელმწიფო განაჩენის აღსრულებამდე ის სისხლის კიბო მიმსხვერპლა. კრიმინალისტების აზრით რამირესი სიცოცხლის ბოლომდე დარჩა იმ 13 წლის შეშინებულ ბიჭად, რომელიც სასაფლაოებზე იმალებოდა და საკუთარ თავში ბოროტებას ზრდიდა, რათა სამყაროსთვის სამაგიერო გადაეხადა. ჩვენს მომდევნო ისტორიაზე აუცილებლად გაგიჩნდებათ კითხვა, საერთოდ თუ ჰქონდა მას გადარჩენის შანსი. ჯერ კიდევ მის დაბადებამდე თითქოს ყველაფერმა იზრუნა იმაზე, რომ მისგან სწორედ ის მონსტრი შეექმნა, რადაც იქცა. ეს ეილინ უორსია, მსოფლიოში ყველაზე ცნობილი სერიული მკვლელი ქალი. მამამისის შიზოფრენიით დაავადებული სექსუალური მოძალე და ეილინს თვალითაც არ უნახავს. მან სიცოცხლე ციხეში თვითმკვლელობით დაასრულა. 4 წლის ასაკში გოგონა დედამაც მიატოვა და მას შემდეგ ისიც აღარასდროს გამოჩენილა. ეილინი და მისი ძმა, ბებია ბაბუა მიშვილეს, რომლებმაც თავი ნამდვილ მშობლებად წარუდგინეს ბავშვებს. თუმცა ეს ტყუილით დაწყებული ოჯახის თავშესაფარი ნამდვილად ვერ გახდა. ბებია მძიმე ალკოჰოლიკი იყო, ბაბუა კი სადისტი და მოძალადე. მცირეწლოვან ეილინს სახლში სასტიკად სცემდნენ, ხოლო ადამიანი, რომელიც მას მამა ეგონა, მასზე გამუდმებით სექსუალურად ძალადობდა. 12 წლის იყო, როდესაც სიმართლე გაიგო საკუთარ ვინაობაზე. სწორედ ამ პერიოდში დაიწყო პროსტიტუცია საკვების, სიგარეტისა და ფულისთვის. 14 წლის ასაკში ის საკუთარი ძმისგან დაორსულდა. სკოლა სამუდამოდ მიატოვა და ბავშვი გაჩენისთანავე გააშვილა. ბაბუამ კი ამის გამო ის სახლიდან გააგდო. ქუჩაში მარტო დარჩენილი მოზარდისთვის სხეულით ვაჭრობა გადარჩენის ერთადერთ გზად იქცა, თუმცა ეს მხოლოდ დასაწყისი იყო. ის ყოველდღიურობას მალევე დაემატა დოკუმენტების გაყალბება, ავტომობილების ქურდობა და იარაღის უკანონო ფლობა. მისი ცხოვრების ტრაგიზმი და აბსურდულობა შეგვიძლია ერთ ფაქტში მოვაქციოთ. ეილინმა თითქმის წელიწად ნახევარი გაატარა ციხეში მაღაზიის შეიარაღებული ძარცვისთვის, სადაც ზუსტად $35 და 2 კოლოფი სიგარეტი მოიპარა. ეილინს დაბადებიდან არავინ ჰყოლია, ვინც მას დაიცავდა და ეყვარებოდა, თუმცა მას შემდეგ, რაც მის ცხოვრებაში გაჩნდა ტირიამური, ყველაფერი შეიცვალა.
ტირია გახდა მისი ერთადერთი ოჯახი, სწორედ ამ პერიოდში დაიწყო მისი მკვლელობების სერიაც. 7 მსხვერპლი ერთ წელიწადში. ის კლავდა, ძარცვავდა და მანქანებს ტყეში მალავდა, მსხვერპლებს კი გზატკეცილზე ტოვებდა. გამოძიებაც კვალდაკვალს დევდა მკვლელობებს. მოწმეები მსხვერპლთა მანქანაში ხშირად ორ ქალს ხედავდნენ. ერთ-ერთი მოკლულის ავტომობილით მომხდარმა ავარიამ კი, სადაც ეილინი და ტირია ერთად იმყოფებოდნენ, თანამონაწილეობის ეჭვები საფუძვლიანად გაამყარა. პოლიციამ ტირიას სრული იმუნიტეტი შესთავაზა, თუ ეილინს აღიარებინებდა. ტირიამაც არჩევანი გააკეთა. პოლიციის დავალებით ეილინს ტელეფონით დაურეკა, ტიროდა და აღიარებას ეხვეწებოდა. ეილინი მაშინვე მიხვდა, რომ ერთადერთმა ადამიანმაც უღალატა, ვინც გააჩნდა და ყველაფერი მაშინვე აღიარა. ის ტელეფონშიც სასამართლოზეც და სიცოცხლის ბოლომდე მხოლოდ თავის თავზე იღებდა ყველა დანაშაულს და ტირია ციხისგან ეხსნა. დაპატიმრების შემდეგ მთელი 12 წლის განმავლობაში ეილინი ერთსა და იმავე ამტკიცებდა, რომ მსხვერპლები მასზე ძალადობდნენ და ამის გამო კლავდა, ხოლო შემდეგ ძარცვავდა მათ მხოლოდ იმის გამო, რომ საყვარელი ქალისთვის მიეცა ისეთი ცხოვრება, რომელიც მას არასდროს ჰქონია. ხოლო სიკვდილით დასჯამდე რამდენიმე დღით ადრე აღიარა მან, რომ რეალური მიზეზი იყო დაუოკებელი სიძულვილი, სხვა ყველაფერი კი მხოლოდ საბაბი. ეილინ უორსი სიკვდილით 2002 წელს დასაჯეს. მისი ბოლო სიტყვები ისეთივე ნამსხვრევად ქცეული და სასოწარკვეთილი იყო, როგორც მთელი მისი ცხოვრება. ეილინი იყო უსიყვარულობის და სისასტიკის პროდუქტი. მან მთელი ცხოვრება მტაცებლების გარემოცვაში გაატარა, მანამ ერთ დღესაც თავად არ იქცა ყველაზე საშიშ მტაცებლად. ჩვენი შემდეგი გაჩერება სრულიად სხვა რეალობაში გადაგიყვანთ. ეს არის იმდენად დამახინჯებული ფანტაზიის ნაყოფი, რომ რეალობასა და ფიქციას შორის ზღვარს საბოლოოდ შლის. თქვენს წინაშეა ედ გინი, კაცი, რომლის რეალურმა ცხოვრებამაც ჰოლივუდის ყველაზე კოშმარულ პერსონაჟებს დაუდო საფუძველი. ისტორია იწყება ვისკონსინის ერთ ჩვეულებრივ ფერმაში, სადაც ერთი შეხედვით ჩვეულებრივი ოჯახი ცხოვრობდა. ოჯახი ჩაკეტილი ცხოვრებით გამოირჩეოდა, თუმცა ნამდვილად ვერავინ იფიქრებდა ოჯახის რეალურ სურათს. მამა ალკოჰოლიკი და სუსტი კაცი იყო, რომელიც ოჯახში არავისთვის არაფერს წარმოადგენდა. ნამდვილი მმართველი და ოჯახის ერთადერთი მარჩენალი დედა იყო, ავგუსტა გინი, რელიგიური ფანატიკოსი, უკიდურესად დომინანტი და დაუნდობელი ქალი. ის ბავშვობიდან უნერგავდა ედსა და მის ძმას ჰენრის, რომ სამყარო მხოლოდ სიბინძურითა და ცოდვებითაა სავსე, ხოლო მის გარდა ყველა ქალი გარყვნილია. ბიჭების ნებისმიერი მცდელობა გასცინოდნენ ფერმის საზღვრებს, ან მეგობრები შეეძინათ, სასტიკი რელიგიური სასჯელებით სრულდებოდა. თუმცა მამის გარდაცვალების შემდეგ ძმებს მოუწიათ ფერმის საზღვრებს გასვლა მცირე სამუშაოებისთვის. მეზობლების თქმით, ედი მორცხვი, მშვიდი და ცოტა უცნაური ბიჭი იყო. ის იმდენად უწყინარი ჩანდა, რომ მეზობლები საკუთარ შვილებს უშიშრად უტოვებდნენ. ამიტომ ედი ხშირად სწორედ ძიძად მუშაობდა, ხოლო ზოგჯერ სახლის საქმეებში ეხმარებოდა ადგილობრივებს. ჰენრი, ედის უფროსი ძმა, ერთადერთი იყო, ვინც დედასთან შეწინააღმდეგობას ბედავდა. ის ღიად აკრიტიკებდა ავგუსტას ფანატიზმს და ედის ავადმყოფურ დამოკიდებულებას ტედის მიმართ. ასე გრძელდებოდა მანამ, სანამ მათ მიწაზე მოულოდნელად ხანძარი არ გაჩნდა. ცეცხლის ჩაქრობის შემდეგ კი ედმა განაცხადა, რომ ძმა დაიკარგა, თუმცა როდესაც საძიებო ჯგუფი შეიკრიბა, ედმა პოლიციელები პირდაპირ უშეცდომოდ მიიყვანა ჰენრის ცხედართან. მიუხედავად იმისა, რომ ჰენრის თავზე უცნაური ტრავმები აღენიშნებოდა, სიკვდილი ხანძრის კვამლით გაგუდვას დააბრალეს, საქმე დაიხურა და ედის უკანასკნელი კავშირი რეალობასთან სამუდამოდ გაქრა. სულ რაღაც წელიწადნახევარში გადაიცვალა ედის ერთადერთი ღმერთი, ავგუსტა გინი. ედი სრულიად მარტო პირისპირ დარჩა იმ გარყვნილ სამყაროსთან, რომელსაც ასე ეშინოდა. მისი ფსიქიკა შეუქცევადმა ტყდიადმა მოიცვა. მან დედის ოთახი ნამდვილ სამლოცველოდ აქცია. ფანჯრები ფიცრებით აჭედა, კარი დალუქა და იქ მხოლოდ იმისთვის შედიოდა, რომ გარდაცვლილ დედასთან ელოცა. თავად კი სახლის ერთ ბინძურ ოთახში გამოიკეტა. ედი გატაცებით კითხულობდა წიგნებს ანატომიაზე, მუმიფიცირებაზე და ნაცისტების არაადამიანურ ექსპერიმენტებზე, რადგან მის მთავარ ცხოვრების მიზანს წარმოადგენდა დედამისის გაცოცხლება, უფრო ზუსტად კი დედამისად ქცევა. ედი ყოველდღე ეცნობოდა ახალ ნეკროლოგებს, ეძებდა ქალებს, რომლებიც გარეგნობით ავგუსტას გავდნენ, ღამის ყდიათში კი სასაფლაოებს სტუმრობდა და მიცვალებულების სხეულების სახლში მიჰქონდა. წლების განმავლობაში ედის ფერმა ნამდვილ საშინელებათა მუზეუმად იქცა. მოგვიანებით პოლიციამ აქ იპოვა ადამიანის კანისგან შექმნილი სავარძლები, ორგანოებისგან დამზადებული აქსესუარები, თავის ქალისგან დამზადებული ჭურჭელი, ადამიანის სახეებისგან დამზადებული ნიღბები და მისი უმთავრესი პროექტი, სხვადასხვა გვამისგან აწყობილი ერთი მთლიანი ქალის კოსტუმი, რომელსაც ედი იცვამდა, რათა სარკეში საკუთარი დედა დაენახა. დადგა მომენტი, როდესაც სასაფლაოებზე ვიზიტი ედვისის საკმარისი აღარ აღმოჩნდა. სწორედ ამ დროს გაუჩინარდა ადგილობრივი სასადილოს მფლობელი მერი ჰოგანი. პოლიციამ მის კვალს ვერ მიაგნო, როდესაც მეზობლები ედს ხუმრობით ეკითხებოდნენ, ედი მერი ხომ არ გინახავსო? ის მშვიდად პასუხობდა, როგორ არა, ახლა ის ჩემს სახლშიაო. იმ წამს ვერავინ იფიქრებდა, რომ ეს უწყინარი კაცი სულაც არ ხუმრობდა. 3 წლის შემდეგ კიდევ ერთი ქალი, ბერნის უორდენი გაუჩინარდა. დანაშაულის ადგილზე პოლიციამ სისხლის კვალი და მაღაზიის ჟურნალში ბოლო ჩანაწერი იპოვა. ნაყიდი იყო ანტიფრიზი, უკანასკნელი კლიენტი კი ედ გინი აღმოჩნდა.
პოლიციის მანქანები მაშინვე ედის ფერმისკენ გაემართნენ. პოლიციელებს ალბათ ყველაფერი წარმოედგინათ გარდა იმისა, რაც იქ რეალურად ელოდათ. ეს იყო ჯოჯოხეთი, რომელმაც ყოველგვარ კოშმარს გადააჭარბა. შერიფი არჩლი პირველი იყო, ვინც იმ ღამეს ფერმის ბნელ ფარდულში შეაბიჯა. სწორედ მან მიანათა ფანარიჭერიდან ჩამოკიდებულ და ნადირის მსგავსად გაფატრულ ბერნის უორდენის სხეულს. დამპალი ხორცის სუნი და ის საზარელი ნივთები, რომლებსაც ედი წლების განმავლობაში ამზადებდა, იმდანაც შოკის მომგვრელი აღმოჩნდა, რომ შერიფმა ეს ფსიქოლოგიური ტრამა ვერასდროს გადაიტანა. როდესაც დეტექტივებმა ნეკროფილიასა და კანიბალიზმზე კითხეს, ედიმ ეს კატეგორიულად უარყო და თქვა: ღმერთო ჩემო, ეს ხომ საზღვრება მათ საშინელი სუნი ჰქონდათო. ედმა მხოლოდ 2 მკვლელობა და სასაფლაოებიდან ქვაბების მოპარვა აღიარა. მიუხედავად იმისა, რომ მის სახლში მინიმუმ 15 სხვადასხვა ადამიანის ნეშთი იპოვეს, მტკიცებულებების ნაკლებობის გამო სხვა დანაშაულებები ვერ დამტკიცდა. გინის შიზოფრენიით დაავადებულად გამოაცხადეს და მან დარჩენილი ცხოვრება ფსიქიატრიულ კლინიკაში გაატარა. ოფიციალურად ის არც დამნაშავედ გამოუცხადებიათ და არც უდანაშაულოდ, რადგან ის უბრალოდ რეალობის მიღმა აღმოჩნდა. თუ წინა ისტორიებში მონსტრებს ძალადობა ქმნიდა, ჩვენი ბოლო პერსონაჟი აბსოლუტური იგნორის პროდუქტია. ეს არ არის ამბავი ცემასა და წამებაზე, არამედ მარტოობის უკიდურეს შიშსა და მისი ყველაზე მახინჯი ფორმით გამოხატვაზე. თქვენს წინაშეა ჯეფრი დამერი, მილუოკელი კანიბალი. ერთი შეხედვით ეს კლასიკური ამერიკული ოჯახი იყო. პერსპექტიული ქიმიკოსი მამა, ლაიონელი და დედა ჯოისი. დამერს არ გამოუვლია ის სასტიკი ფიზიკური ძალადობა, რაც ჩვენს წინა ისტორიებს აერთიანებდათ. თუმცა მათ სახლში სრული ემოციური უგულებელყოფა სუფევდა. დედამ მძიმე დეპრესიას ებრძოდა, სამსახურით დაკავებული მამა კი ოჯახისგან სრულიად დისტანცირებული იყო. და როგორც დასაწყისში აღვნიშნეთ, ტოქსიკური სტრესის განხილვისას ემოციური უგულებელყოფა ფიზიკურ ძალადობაზე არანაკლებ დამანგრეველია ფსიქიკისთვის. 4 წლის ასაკში ჯეფრის თიაქრის ოპერაცია გაუკეთეს. ნარკოზიდან გამოსული ბავშვი სრულიად შეიცვალა. მხიარული ჯეფრი სადღაც გაქრა და მის ნაცვლად აპათიური, უემოციო ბიჭი იყურებოდა მინისებრი მზერით. 8 წლის ასაკისთვის ოჯახმა 3-ჯერ შეიცვალა ბინა. მუდმივმა ქაოსმა დამერი ფესვებს მოგლიჯა და ის საკუთარი ცხოვრების პასიურ მაყურებლად აქცია. ბავშვებთან თამაშის ნაცვლად ჯეფრი გზის პირას მკვდარ ცხოველებს აგროვებდა. მამამისმა ეს ბიოლოგიისადმი მეცნიერულ ინტერესად მიიჩნია და თავად ასწავლა შვილს, როგორ გაეწმინდა ცხოველის ძვლები ქიმიური ხსნარებით. ეს იყო მამაშვილის ერთადერთი საერთო ენა, რომელიც სიკვდილზე გადიოდა. მამისთვის ეს იყო ბიოლოგიის გაკვეთილი, ბავშვისთვის კი აღმოჩენა, რომ სიკვდილის შემდეგ სხეული ხდება აბსოლუტურად მორჩილი და რაც მთავარია, არასდროს გტოვებს. მოზარდობისას დამერის იზოლაცია კიდევ უფრო გაღრმავდა. ავადმყოფური ფანტაზიების ატანის ერთადერთ გზად ჯეფრიმ ალკოჰოლი აღმოაჩინა. ყოველი ბოთლი მას სულ უფრო მეტად აშორებდა ადამიანურ ფასეულობებს. სკოლის დერეფანში კი მან სკოლის მასხარის ნიღაბი მოიგო. მუდმივად მთვრალი ჯეფრი კლასში უცნაურ პერფორმანსებს აწყობდა, სანამ სხვები მის მასხარაობაზე იცნობდნენ, ვერავინ ამჩნევდა მის თვალებში გაყინულ სიცარიელეს. როდესაც მისი მშობლები საბოლოოდ განქორწინდნენ, 18 წლის ჯეფრი რამდენიმე კვირით სრულიად მარტო დატოვეს სახლში. ხანგრძლივი ემოციური უგულებელყოფა ფიზიკურ მიტოვებად იქცა და სწორედ აქ ყველა შემაკავებელი ბარიერი მოირღვა. და ზუსტად ამ დროს ოჰაიოს გზაზე მიმავალი ჯეფრი შეხვდა სტივენ ჰიქსს, თავისივე ასაკის ახალგაზრდას, რომელიც ავტოსტოპით მგზავრობდა. დამერმა ის სახლში ლუცვა და მუსიკაზე დაპატიჟა სტივენიც ენდო, თუმცა რამდენიმე საათში მან სახლში წასვლა გადაწყვიტა და სწორედ ამ მომენტში ჯეფრის გონებაში განგაში ჩაირთო. მიტოვების პანიკური შიში ერთ წამში ბრმა აგრესიად იქცა. ჰანტელის პირველი დარტყმა კი იყო წერტილი, საიდანაც უკან დასაბრუნებელი გზა აღარ არსებობდა. პირველი მკვლელობის შემდეგ ჯეფრი 9 წლით გაჩერდა. ეს იყო სასოწარკვეთილი ბრძოლა საკუთარ დემონებთან. სცადა ყველაფერი: უნივერსიტეტი, ჯარი, სამხედრო მედიკოსობა გერმანიაში. საზარელი ირონიაა გევალებოდეს ადამიანის გადარჩენა, როცა გონებაში საპირისპირო სურვილს ებრძვი. თუმცა ქრონიკულმა ალკოჰოლიზმმა ყველა ხიდი დაწვა და 1981 წელს ჯარიდან გამოგდებული ჯეფრი მილუოკში ბებიის სახლში დაბრუნდა. დღისით ბებიასთან ერთად ეკლესიაში დადიოდა, ღამით კი გეი-ბარებს სტუმრებდა და კანონთან პირველ პრობლემებს ქმნიდა. რამდენიმე წელში კი მილუოკელი კანიბალი მზად იყო უკვე დასაბრუნებლად. დამერის ნადირობის სეზონი ოფიციალურად გაიხსნა. სქემა ყოველთვის ერთი იყო: გეი-ბარები, უწყინარი ნაცნობობა და ფული ფოტოების გადაღების სანაცვლოდ. მსხვერპლს წარმოდგენაც არ ჰქონდა 213 ბინაში რა ჯოჯოხეთი ელოდა. დამერი მათ სასმელში ძლიერ საძილე საშუალებას უყრიდა და სხეულზე სრულ კონტროლს იღებდა. მისი მიზანი იყო შეექმნა ზომბი, რომელიც დაცლილი იქნებოდა საკუთარი ნებისგან და მხოლოდ მის ბრძანებებს შეასრულებდა. ის მსხვერპლის თავის ქალაში ხვრელებს აკეთებდა და მჟავას ასხავდა. ექსპერიმენტი რა თქმა უნდა ყოველთვის სიკვდილით სრულდებოდა. ამის შემდეგ დამერი სრულ ძალაუფლებას ნეკროფილიით აღწევდა, გვამებს ანაწევრებდა და სხეულის ნაწილებს მჟავაში ხსნიდა, ხოლო თავის ქალებს კარადაში ინახავდა.
მალე მისმა ავადმყოფურმა ფანტაზიამ კანიბალიზმამდეც მიაღწია. წლების შემდეგ მან ფსიქიატრებს მოტივი ასე განუმარტა, რომ მას სურდა მსხვერპლი მისი სხეულის ნაწილად ქცეულიყო, რათა მასთან სამუდამოდ დარჩენილიყო. დამერი სულ უფრო უკონტროლო ხდებოდა, თუ პირველ ორ მკვლელობას შორის 9 წლიანი შუალედი იყო, ბოლო 4 წელიწადში მან 16 ადამიანი მოკლა, მათგან 8 კი დაკავებამდე სულ რაღაც 6 თვეში. წარმოუდგენლად გამოუგნებელი იყო მეზობლებისა და სამართალდამცავების სიბრმავე, ბინიდან მუდმივად გამოდიოდა პობის და ქიმიკატების გაუსაძლისი სუნით, თუმცა ჯეფრის აბსურდულ ტყუილებს, გაფუჭებულ საყინულესა და დაღვრილ ხსნარებზე მაინც ყველა იჯერებდა, ან თუ არ იჯერებდა, ჩუმდებოდა. სისტემის სიბრმავე ყველაზე დრამატულად მაინც 14 წლის კონრად სინთასომფონის შემთხვევაში გამოჩნდა, როდესაც მოზარტმა უკანასკნელი ძალებით მოახერხა მანიაკის გაქცევა და ქუჩაში გაღწევა. იქვე პოლიციამ შეამჩნია, თუმცა მათ დამერის შეთხზულ ვერსიას დაუჯერეს და ნახევრად გათიშვილი მოზარტი მკვლელს საკუთარი ხელით დაუბრუნეს. რა თქმა უნდა, ეს მისთვის სასიკვდილო განაჩენი იყო. 1991 წლის 22 ივლისს ჯეფრი მორიგი მსხვერპლი ტრეისი ედვარდსი გააბა მახეში. თუმცა 4 საათიანი ფსიქოლოგიური ბრძოლის შემდეგ ტრეისიმ გაქცევა შეძლო. ხელბორკილებიანი და შოკირებული მამაკაცი პოლიციას გადააწყდა. ოფიცრების უნივერსალურმა გასაღებმა ბორკილის გახსნა ვერ მოახერხა და სწორედ ეს გახდა მიზეზი, რის გამოც პოლიციელები ედვარდსთან ერთად დამერის ბინას ესტუმრნენ. ჯეფრი მისინი მშვიდად მიიღო და ყველაფერი გაუგებრობად გამოაცხადა. მანამ ის გასაღებს ეძებდა ერთ-ერთმა ოფიცერმა კომოდის უჯრა გამოუაღო. უჯრა, სადაც მსხვერპლთა საზარელი პოლაროიდის ფოტოები ინახებოდა. სწორედ ამ მომენტში მილუოკის კოშმარი დასრულდა. სასამართლოს ხდომებს დამერი ბავშვობის დროინდელი მინისებრი მზერით ესწრებოდა. ის აბსოლუტურად უემოციოდ უსმენდა მსხვერპლთა ოჯახის ყვირილსა და ტირილს. დამერი ყველა დანაშაულში დამნაშავეცნეს და 16 უბადო პატიმრობა მიუსაჯეს, რაც ჯამში 900 წელზე მეც ნიშნავდა. ციხეში დამერი რელიგიით დაინტერესდა და მოინათლა კიდეც, თუმცა სკოლის დროინდელი მასხარას ნიღებს მაინც პერიოდულად ირგებდა. შავი იუმორითა და საჭმლისგან ადამიანების ორგანოების გამოძერწვით სხვა პატიმრებს აცოფებდა, თუმცა მისი პროვოკაციები დიდხანს არ გაგრძელებულა. დაახლოებით 2 წელში საპირფარეშოს დასუფთავებისას დაცვის გარეშე დარჩენილ დამერს ერთ-ერთმა პატიმარმა კრისტოფერ სკარვერმა სასიკვდილო დარტყმები მიაყენა. მილაუკელმა კანიბალმა სიცოცხლე დაასრულა ზუსტად ისე, როგორც მისი მსხვერპლები, სრულიად მარტო მსისხლისგან დაცლილმა ციხის იატაკზე. ჩვენს ხუთივე ისტორიას აერთიანებდათ კრიტიკულად დისფუნქციური მშობლები და ტოქსიკური გარემო. თუმცა რომ გავიგოთ მონსტრებად იბადებიან თუ მონსტრებად იქცევიან, საკითხს ბევრად უფრო კომპლექსურად უნდა შევხედოთ, რადგან ძალადობის ყველა მსხვერპლი როდის ხდება სერიული მკვლელი და ამასთანავე ჩვენ ვიცით მანიაკები, რომლებიც მზრუნველ მოსიყვარულ ოჯახში გაიზარდნენ, მაგრამ იქცნენ სერიულ მკვლელებად. მაგალითად, მიუხედავად იდეალური ბავშვობისა, რიჩარდ კოტინგემმა 80-ზე მეტი ქალის მკვლელობა აღიარა. დენის რეიდერმა 10 ადამიანი გამოასალმა სიცოცხლეს, ხოლო ჯოინ რიპკინმა 17 ადამიანის მკვლელობა აღიარა. მაშ რაშია საქმე, რატომ ხდება, რომ ოჯახური ანამნეზი სუფთა, მაგრამ ტვინი მაინც ანომალიურად ვითარდება. სავარაუდო მიზეზი შეიძლება იყოს ბევრი. მაგალითად, ორსულობის დროს დედის ორგანიზმში მოხვედრილი ტოქსინები, როგორიცაა ალკოჰოლი, ნარკოტიკი ან მძიმე ლითონები, მუცლადყოფნისას გადატანილი ინფექციები და სტრესის ჰორმონის, ანუ კორტიზოლის ჭარბი დონე. ტვინის ფიზიკურ დაზიანებას იწვევს დაბადების შემდგომი ტრავმები, ავარია, ჰიპოქსია, ანუ ჟანგბადით ნაკლებობა და ამ ყველაფრის გამორიცხვითაც კი არსებობს ყველაზე მოუხელთებელი მიზეზი, ეგრეთ წოდებული წერტილოვანი მუტაცია. წარმოიდგინეთ, დნმ-ის კოპირებისას მილიონობით წყვილი სიმბოლო ზუსტად უნდა გადაეწეროს. ზოგჯერ სრულიად უმიზეზოდ კოდში მხოლოდ 1/100 მეორით იცვლება და თუ ეს შეცდომა მოხდა იმ გენში, რომელიც ტვინის ემოციურ ქსელს აშენებს, ბავშვი შესაძლოა ფსიქოპათიური მიდრეკილებებით დაიბადოს იდეალური მშობლების გარემოცვაშიც კი. სწორედ ასეთი მიკროსკოპული, მაგრამ საბედისწერო მუტაციის შედეგია ფენომენი, რომელსაც მეცნიერები მებრძოლ გენს უწოდებენ. წარმოიდგინეთ, რომ ჩვენს ორგანიზმში ასობით სხვა პროცესთან ერთად გამომუშავდება სპეციალური ფერმენტი მონოამინო ოქსიდაზა A. ეს ცილოვანი მოლეკულა მუშაობს როგორც ბიოლოგიური ნაგავმზიდი. მისი მოვალეობაა დროულად დაშალოს და გაასუფთავოს ისეთი მძლავრი ნეიროტრანსმიტერები, როგორიცაა სეროტონინი, დოფამინი, ნორადრენალინი. სწორედ ეს მედიატორები მართავენ ჩვენს მოტივაციას, შიშს, აგრესიას, სიამოვნებას და სხვა. ჯანსაღ ტვინში ეს სისტემა იდეალურად ბალანსდება, მაგრამ როდესაც ადამიანი ამ გენის შენელებული ვარიანტით, ანუ მებრძოლი გენით იბადება, ნაგავმზიდი ვეღარ უმკლავდება სამუშაოს. შედეგად ეს მძლავრი ქიმიკატები ტვინში კრიტიკულ ფეთქებად ზღვრამდე გროვდება და ნებისმიერი მცირე სტრესი ან პროვოკაცია ამ დროს წამზომიანი ბომბის აფეთქებას გავს. სწორედ ამიტომ უწოდებენ გენის ამ ფორმას მებრძოლ გენს, ის თითქოს მუდმივად თავდაცვით საომარ მდგომარეობაში ამყოფებს ტვინს.
უმნიშვნელო სტრესი უბრალოდ წყენა ან უარის მიღებაც კი შესაძლოა მყისიერად იქნას აღქმული როგორც სასტიკი ეგზისტენციალური ომი. აღარაფერს ვამბობ იმ შემთხვევებზე, როდესაც ამ გენის მატარებელ ადამიანს ბავშვობიდანვე სისტემატიური ტოქსიკური სტრესი და ძალადობა ხვდება წილად. რა თქმა უნდა, ასეთ დროსაც გარემოს შეუძლია ეს გენეტიკური ბომბი უმდებელყოს ან პირიქით საბოლოოდ დააფეთქოს. თუ მოგწონთ ეს ჟანრი, აუცილებლად გამომიწერეთ, რადგან მე ძალიან სიამოვნებს ამ ჟანრის გაზიარება და აუცილებლად დამიწერეთ რა თემის გარშემო ნახავდით მომდევნო ვიდეოს.